ელიზაბეთ გორგილაძე 7 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჭადრაკი, საჭმელების კეთება, ხატვა, ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ჭადრაკი. 5 წლის რო ვიყავი, დავდიოდი ჭადრაკის წრეზე. ჩემს გარდასახში ჭადრაკი ვერ მომარცხეს. მე იმიტომ გამოვედი, რომ სკოლა დაიწყო დრო აღარ მქონდა. ჭადრაკის წრეზე ვუგებდი ყველას, გოგოებსაც და ბიჭებსაც. ჩემი საყვარელი ფიგურა ლაზერი. შეჯიბრებაში რომ მივიღო მონაწილეობა, გავხდები ჩემპიონი. მე ისედაც ჩემპიონი გოგო ვარ. უფრო მიყვარს თეთრი ფერებით თამაში. იმიტომ რომ ადრე ვიწყებ და ბევრი სვლა მაქვს. ძალიან მინდა ისწავლოს მამიკომ ჭადრაკის თამაში რომ ვეთამაშო. ჩემი აზრით სულ მოუგებ და მე აღარ მეთამაშება. სახში ვცხოვრობ მე, ჩემი 2 ძმა, დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს 2 და 3 ძმა. ჩემი უფროსი ძმა არის 19 წლის და ქვია გიგა. ის არის ჭკვიანი, ცოტა ზარმაცი, საყვარელი. მეორე ძმა არის 16 წლის და ქვია ბექა. ბექა არის მხიარული და ცოტა ცელკი. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული და სულ მეთამაშება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილების ხატვა, მზის დახატვა, ხეების დახატვა, ყველაზე ძნელია მთის დახატვა და ყველაზე ადვილია სახლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია იასამნისფერი და ვარდისფერი. ვაგრავებ ჩემ ნახატებს და ახლა მაქვს 5 წელი. იმიტომ ვაგრავებ, რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემ სკოლაში ყველაზე მხიარული არის დემეტრე კიკნაძე. ყველაზე ჭკვიანია ნინი მუთიძე. ყველაზე მშვიდი არის ელიზაბეთ თურმანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამი. მე ვარ ყველაზე ლამაზი. სახში პეპელას მეძახია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნესტანხიბაია. იმიტომ რომ არ ყვირის, ჭკვიანია და ძალიან თბილია. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოვიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნები მასწავლებელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. საყვარელი მულტფილმია პინოქიოს თავგადასავალი. ჩემი აზრით მე ვგავარ პრინცესა ელზას, მაგრამ ელზაზე უფრო ლამაზი ვარ. ჯადოთნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი პატარა თეთრ ფუმფულა ლეკოს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ბარბარესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი ნიკოლოზ რესულიძე. ის არის ჩემი ბიძაშვილი და ძალიან კარგი ბიჭი. ბედნიერება არის ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.